მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, მორიგი ეპიზოდი პრემიერ ლიგა პლუსის, რომელიც ახლა ამ ეტაპზე არის World Cup Plus. შეგვიძლია თქვა, რომ სოფლიო ჩემპიონატი პლუსი ამ ეტაპზე, სანამ ისევ პრემიერ ლიგა განახლდება. მოგესალმებით ყველას, დღეს გვექნება უკვე დადგა ის ნანატრი 4 წელიწადში ერთხელ რო დგება ხოლმე იქ დრო, ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ ფეხბურთზე, თუმცა შევეხებით კიდევ ერთ სპორტს, რომელსაც უკვე ძალიან მალე ვიზავთ, უბრალოდ რა ვახარ ბადრი. კარგად ილო, მაგრამ აი ცოტა ცუდად, იმიტომ რომ დღეს რაღაც საწყენი ფაქტი მოხდა. ხო, ამით საწყენია, მაგრამ ის ჩემთვის მაინც ჩემპიონია. ჩემპიონია პირველ რიგში, იმიტომ რომ რა ურთიერთობაც აქვს ძმასთან. ჩემპიონია, იმიტომ რომ აქამდე იყო ჩემპიონი. ჩემპიონობა არ არის მხოლოდ მიღებული ტიტული. ჩემპიონობა არის აი აქ და აი აქ. ხანდახან დამარცხებული ჩემპიონი და იმ დამარცხებულში შეიძლება ჩემპიონი იყო. მენტალური ამბავია. შენ რას ფიქრობ ამ რთაბრძოლაზე? მე ორ სიტყვას დავამატებ, უბრალოდ სტრატეგია აირჩია. სტრატეგიას იცავს ადამიანი როგორც სპორტში, ისევე ცხოვრებაში, ხან ამართლებს და ხან არ ამართლებს და ერთი რაღაცა რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ილია ძალიან ძლიერი სპორტსმენია, ძალიან მაგარი სპორტსმენია და თვითონ პიროვნება ძალიან მაგარი პიროვნებაა და მაგით ვაფასებთ ამ ადამიანს და მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ კამბექი იქნება ძალიან მაგარი, რომელიც ამ დამარცხებას გადაფარავს და ისევ იმ წორვალზეავა, სადაც იყო აუცილებლად და შეიძლება კიდევ უფრო ზევითაც, იმიტომ რომ დამარცხებას ყოველთვის მოსდევს დიდი დამარცხებაა ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო დიდი გამარჯვება იქნება და ილიას უსურვებ წარმატებას მთელი სულით, გულით და მთელ საქართველოს. და ჯერ იმიტომ ვაფასებ, რომ აი როგორ გამოდის რამხელა გულით თავისი ქვეყნისთვის, თავისი ადამიანობისთვის, თავისი ოჯახისთვის და ძალიან დასაფასებელია ეს ყველაფერი და წაგება, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მომენტია. კიდე იქნება ის დილის საათები. უფრო დიდი. უფრო დიდი გამარჯვება იქნება. კიდე იქნება ის დილის საათები, როცა ყველა მთელი თბილისი დილის 6-ზე მამლის ხიბულთან ერთად მაგრამ მუნდიალი გრძელდება ჩემო. მაგრამ მუნდიალი გრძელდება. ეხლა ამბავი და ჩატარდა თამაშები რაღაცები. სანამ თამაშებზე ვიტყოდით ერთ-ორ სიტყვას, მე მაინტერესებს, რაზეც მანამდე საუბრობდით. შენი ახმა ამისი, იმიტომ რომ შენ უამრავი მსოფლიო ჩემპიონატი გამოვლილი, ბევრი ევროპის ჩემპიონატი, ბევრი მსოფლიო ჩემპიონატი, 78 წლიდან, ხო? 78-ში ისე რა, მაგრამ უკვე კარგად. ხო, ნუ კაი 82 იყო სამნიშნულობა. 82-ში უფრო წაამაგ. აი, იქიდან მოყოლებული დღემდე, შენთვის, აი როცა ამდენი გაქვს ნანახი, ეს ჩემპიონატი თავისი გახსნით. ნუ შაკირაზე ყველა ვთანხმდებით, რომ სასწაული ქალია. ამას აქშიც გეთანხმდით. ძალიან. მაგრამ ამის გარდა გახსნიდა ნაწყებული ჯერჯერობი, სადაც რა თამაშებით ჩატარდა. შენი ახმა და შენი ემოციური ბმა ამ ჩემპიონატთან როგორია? აი, როგორია და იცი რა ხდება, ადრე მართლა მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო ამ შემთხვევაში მე ჩემ ქვეყანას გულისხმობ, წამს ველოდებოდით, როდის დაიწყებოდა ჩემპიონატი. ეხლაც არის ეგ მუქტი, მაგრამ დაკარგა რაღაცა ის ადამიანური, რაღაცა ის ჩვეულებრივი, რაღაც ხელოვნურს გავს უფრო. ამდენმა გუნდმა, ამდენმა ფორმატებმა, ამდენმა კანონებმა და ამდენმა შეზღუდვამ, ჩემის აზრით, უფრო დააკნინა ფეხბურთი და ისეთი არ არის. რა თქმა უნდა, თავისი ეფექტები არის, ამ შეზღუდებსაც თავისებური პლუსები აქვს, მაგრამ აი ის რაღაც ადამიანობა დაკარგა, ის თავისუფლება დაკარგა. როდესაც ადამიანი თავისუფალია და ჩვენ ქართველები ისეთები ვართ, რომ გვიყვარს ეს თავისუფლება და როდესაც ადამიანი თავისუფალია, უფრო ლაღად მოქმედებს. იქ შეცდომასაც უშვებს და იმ შეცდომასაც თავისი ფასი აქვს. თავისებური ისტორია ეს შეცდომაც, თავისებურად ყველაფერი ეს ხდება. და უფრო ლამაზ ხდის. აბა ყველაფერი ეს ხა ჯარში არავინ არ არის, რომ ყველაფერი ეს გაჭიმულად ყველაფერი ეს არ გაიქცე, არ გამოიქცე, იქ არ დავარდე, 5 წუთში ეს მოაწოდე, აუტი, იქ უნდა გახვიდე. ძალიან ეს არის, შეზღუდულია ჩემის აზრით, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, ფეხბურთი მიდის, გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, ძლიერი ხან იგებს, ხან არ აგებს, მოკლედ თავის ტემპში მიდის რა და ასე მგონია, რომ იცი როგორ არის ყოველ ჩემპიონატს, აი გინდას 78 წელი სხვა იყო ჩემთვის, 82 სულ სხვა იყო და შემდეგ უფრო ვითარდება რაღაცნაირად. ეხლა ჩვენ რო იქით წავიდეთ, რომელიც ჩვენ საერთოდ არ ვიცით, 50-იანები და ის 30-იანები საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. იქ საერთოდ არ ჩადიოდნენ ინდოელები, ერთხელ ქონდათ იმის
საშუალება რომ ჩასულიყვნენ ფეხბურთი ეთამაშოს სოფლიო ჩემპიონატს და არ ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ ფეხშველები თამაშობენ თურმე და მაგიტომ კი არ გამოყვეს ხო? Ana morenje. არა გვაქვს ძმაო, ბუცები არა. Oh, we don't have a butcher. ხო და ეგრე არ ჩავიდნენ ხო და ეხლა მაკდონეზე არ არის უკვე მაგრამ უკვე ვითარდება მაგრამ როგორ განვითარდება წინა გადაცემაშიც ქონდა ლაპარაკი რომ შეიძლება ჩვენ ცუდად შევხედოთ მაგრამ აი რაღაცა კარგი მოიტანოს ჩემის აზრით ეს კარგი არ არის როდესაც ამდენი შეზღუდვა აქვს ფეხბურთში ხო იცი რა არის მეც ახლა მიუხედავად იმისა რომ ნოვაციების ძალიან ღია ვარ ყოველთვის სიახლეებთან და ნუ რა თქმა უნდა ახლა აი old schools რო ეძახიან ეგ old school-ი შენში ყოველთვის არის და რაღაც პონჩი ანუ ყველა თაობას აქვს თავისი საყვარელი ეპოქა, აი როგორც ეს კალანდურში ხდება, ვიღაცა სასტავი ძახის რომ ჯორდანის დრო იყო, საუკეთესო ვიღაცა ახალი თაობა ძახის რომ არა ლებრონის დრო იყო, ის გეუბნება რომ ის ძველი საერთოდ გეუბნება აი კარიმ აბდულ ჯაბარის დროს კალანდურში. ანუ ეგ ხდება, მაგრამ მანდ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხა. მე არ ვიცი, შეიძლება მართლა მე ვარ სიტუაციის ტყვე ან მომენტუმის ტყვე, მაგრამ ეს გაჩერებები თითო ტაიმში ერთი გაჩერება და ვითომ გაправებული სიცხით როცა 26 გრადუსია ესპანეთი კაპავერდეს იმას თამაშზე და ამ დროს იძახი რომ აი სიცხის გამო თურმე აი არ არის ეგ სიცხის გამო ხო რეკლამის გამოა და არის თითიდან გამოწოვილი ჩემეზით ის მომენტი რომ როგორც ცდილობენ ოპერატორები მთელი თავისი კრეატიულობით რომ წარმოაჩინონ ეს როგორც მაგალითად კალათბურთში რომ ტაიმაუტების დროს რომ მსნელი რაღაცებს ელაპარაკება ეხლა კაპავერდე და ის რო იყო ესპანეთი მანდ იყო ეგ მომენტი თითქოს დავინახე რომ აი მსნელის ეს რაღაცა და თითქოს აი ამაშია გაშვებული რომ ფეხბურთელები ახლო და მსნელის დირექტივები თუ რაღაც არ არის ეგრე არ არის ეგ შეიძლება რაღაც მომენტში ოპერატორმა რაღაც მომენტები დაიჭიროს მაგრამ მიზეზი გასაგებია და არ უხდება ეგ რა ნახე რაღაცა ბალანსი არსებობს კონსერვატიულ მიდგომებს შორის და სიახლეებს შორის რა აი აქ ის ბალანსი უნდა იყოს ყველა სიახლე მარტო იმიტომ რომ სიახლეა ვერ იქნება კარგი და ყველა ტრადიცია მარტო იმიტომ რომ ტრადიცია ვერ იქნება კარგი აქ მაინც რაღაცნაირად უნდა იყოს ოტეოლეს ელენრო ყოფილიყო იყო რაუბედურება კაცო რა ის ყალი რა მოიგონეს რაღაცა თუნდაც ისე სკალა არ შეიძლება დალიო კაცო ისე ვერ დალია აიღე დალიე კაცო რეკლამა ესე ეძახიან ახლა რეკლამაზეა ყველაფერი გაკეთებული ვერ გაბი თვალი რახტე აცხონოს ღერს ვარ არის მაგარი კაცო შესაბამისად ანუ ისეთ თემაა რა ანუ აი რაღაცა მე ვერ кайფობ მაგრამ ნუ кай ყოფილა შემთხვევები როცა როდესღაც რაღაცა გულშემატკივრებს გონებია სიახლე არა მარტო ფეხბურთში და სპორტში არამედ ზოგადად მუსიკაშიც ყოფილა იქ რომ აუ ეს რა არის და ამ დროს ხო ხვდები ანუ რაღაცა სასტავი გეუნება თაობა რომ ბიტლები და პინკ ფლოიდი იყო მაგარი მე იქითა თაობა გეუნება რომ ეგ რა იყო ეს იყო იქამდე გეუნება რომ საერთოდ კლასიკური მუსიკა რა ის პინკ ფლოიდი და როკიო ეგ ხდება მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ რაღაცა შეცდომებიც არ ხდება და მე ვფიქრობ რომ ფეხბურთის დინამიკისთვის ფეხბურთისთვის თქვენად ეგ არ არის კაი ამბავი რა სადაც ფული შემოდის და მაყუთი შემოდის იქ ფუჭდება ძალიან ბევრი რამე მანდაც ბალანსის თემა და სწორად უნდა პრემიერ ლიგის დროს ვილაპარაკეთ რომ მანჩესტერის ფეხბურთელი გამოდიოდა ჩიბუხით აი ეს რომ გამოდიოდნენ სათამაშოდ სანამ გავიდოდნენ ჩიბუხით ეწეოდა ჩაოლებრივად ეს თამაშობს და ეგეთი იყო ელკეარი მაგალითად ეწეოდა ძნელები და ეხლა სტადიონზე მოწევაც კი ხო არა ეხლა ხო და ეგ კაია ხო რატომ ეღია სიგარეტა თუ ეხლა გაზ მე თავისუფლებაზე მოწევაზე არა ლაპარაკი რა თქმა უნდა ცუდია და არ არის ეს და არავის არ ურჩევ რომ საერთოდ პირთან მიიგავოს ჯორდანის სიგარებს ეწეოდა ხო არ არის ეგ კარგი მაგრამ მეორე ის არის დაშლა თვითონ ცუდი რო უშლი თვითონ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ ეს ცუდია და ხო ეგ ბაზარი არ არის მაგრამ ნუ ეხლა ეგეც რაღაცა რეგულაციები და სტანდარტები არა სპორტში რო თქვა რაღაც მოკლედ მე მოყვები მანდ რომ შენ ადამიანური ფაქტორი ახსენე და ადამიანური ფაქტორს მნიშვნელობა აი მე არ მრჩება შთაბეჭდილება რომ დღეს ისეთი ხელმისაწვდომია ფეხბურთი როგორც როდესღაც იყო $600 დამიწყება და $10,000 ხო და ეგ რა არის რა ხო არა უბრალოდ აი რა წესი მე იმას დავუმატე ვინც ჩამოდის ეხლა გულშემატკივრები რო ჩადიან ნაწილი ვერ ჩამოდის საერთოდ ნაწილი ვერ ჩამოდის იმიტომ რომ შეზღუდები აქვს და საერთოდ ვიზებსაც არ უფორმებენ მე სასტუმრო ხო გჭირდება გადაფრენა რაც უფრო მეტია მოთხოვნა მით უფრო ძვირია ფასი და აი ძალიან გააძვირეს და ფეხბურთი იმიტომ იყო კარგი რომ იყო სახალხო სპორტი კი ბატონო სახალხო სპორტია ყველას უყვარდა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო და ჩემ ბავშვობის დროს დინამოს
თამაშს დავდედი, მანეთი ღირდა ბილეთი. სამხრეთ ამერიკაში განსაკუთრებით ხომ აქ ცხოვრობენ, ხა ეკონომიკურად ზოგიერთ ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას არ აქვს, არც თუ ისე კაი ის აქვს რა ეკონომიკური პირობები. მაგრამ აი ის ხელმისაწვდომობა და ის რომ ნახე კლასობრივი თემა ფეხბურთში არ არსებობს. ფეხბურთს შეუძლია რომ აი ყველაზე უფრო თქვათ ასე ვთქვათ ღარიბი ადამიანი და მილიონერი ტრიბუნაზე იყვნენ და რაღაცა პრივილეგიები კი არ იყოს. აი მან თითქოს სხვა სამყარო იყოს, სადაც არ აქვს მნიშვნელობა შენ ამდენი ფული გაქვს, ამდენი მაყუთი გაქვს, გულშემატკივარია რა. მილიონერი და შეიძლება ვიღაცა ღარიბი ტიპი ერთმანეთს გადახვეოდა სიხარულისგან. რა თქმა უნდა, მაშინაც იყო რაღაცა სპეციალური ლოჟები და რაღაცა ადგილები და ისინი, მაგრამ მაინც ამხელა კონტრასტი არის. ეს იცი, იმიტომ კი არ იყო რომ სხვას არ დასვამდნენ. უბრალოდ არის პოპულარული ადამიანი, რომელსაც აი მოსვენებასაც არ მიცემენ და ამიტომ იმას ცალკე სვავდნენ, თორე დიდად განსხვავებული არ იყო ხა. განსხვავებული იყო შემთხვევით დასავლეთ ტრიბუნა, იმიტომ რომ დასავლეთ ტრიბუნა იქ ფეხბურთელები იყვნენ და პირველ იმაზე თუ მოხდებოდა ფეხბურთელებთან ახლოს ეს ბედნიერება იყო, რომ დაინახავდი, დათოს დაინახავდი. ისტოიანოვიძე. ხო და შესაბამისად რა, ანუ მაგაში მოყვები. ეხა მეორე ამბავი კიდე ჩატარდა თამაშები და ერთ რამეზე ვიმსჯელოთ. სიახლეზე, სადაც ძალიან ბევრი გუნდია. ეხა ჩვენმა წინა სტუმარმა ქვია მინაშვილმა დათომ ხო იბაზრა რომ კაროჩეო რა ანუ ისეთ თემა არისო რომ რეალურად ეს სოფლიო ჩემპიონატი დაიწყებაო ჯგუფური ეტაპის შემდეგ. აი მე უფრო აღვიქვა თუ ამ თელ ამბავს რაშიც ვეთანხმები. თუმცა ადრე ჯგუფური ამბავიც ყოველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ერთი რამე როგორ ფიქრობ? ეხლა ჩვენ ახლა რომ შემოვიდეთ ესპანეთი კაპე-ვერდე იყო 0-0 იყო და როგორ ფიქრობ? აი ამ ფონზე რომ ბრაზილიამ ფრეი თამაშა რაღაცა პატარა-პატარა სენსაციები მოხდა ფაქტია. ავსტრალია მოუგო თურქეთს, ეხლა ეგეც არ არის პატარა ამბავი, ხო? დიდი სენსაციები მოხდა. მოკლედ, ისე დაიწყო, რომ ბევრი მოულოდნელობა მოხდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე არ მოხდა, რაღაც სენეგალმა საფრანგეთს მოუგო, ეგრე დაიწყო ბოლო-ბოლო ერთ-ერთი ჩემპიონატი, მაგრამ იწყებოდა ხო. ანუ ეგ ხდე იტალია რამდენჯერ იყო ჩარჩენის პირას. არგენტინა, კამერუნი 12 გუნდიანი და 20 გუნდიანი შემოიტანეს, მაშინაც იყო ესეთი ფაქტორი, რომ ბევრი წინააღმდეგი იყო მაგის, მაგრამ ერთი რაღაცა რომ აქ ფეხბურთი მიდის ისე რომ როდესაც მოკლე ტურნირია, ძალიან მოკლე ტურნირია რა, ერთ თვეში თამაშობ ამდენ თამაშს და ერთ თვე თუ თვენახე ხა უკვე თვენახევარში უნდა გადაწყდეს სოფლიო ჩემპიონის ბედი და ამ დროს ისეთი რაღაცები ხდება რომ ზოგი ტრამვას იღებს, მერე იქიდან გზა არის ამ ხელთან სამ ქვეყანაში ესეთი რაღაცა პრეცედენტი არ ყოფილა. იქ ამერიკიდან მექსიკაში, მექსიკიდან ამერიკაში, იქიდან კანადაში ესევე ეს არის წარმოვიდგინე რა ხა შენ გიმგზავრია, მიმგზავრია და ვიცი ძალიან დაალაგო მაშინ. მე ერთხელ სიმბირში ვიყავი და რო ჩავედი თავბრდამე ხო გადავარ მეთქი და რო ჩავედი 1 მაისს თოვლი მოვიდა. აკლიმატიზაცია. ხო და ამის ყველაფერი გადვიცნო, მე ამ ხელა ენერგიის იქ დახარჯვა. მე მეორე თამაშზე გადი და თან კიდე აუცილებლად უნდა მოიგო და იქ პრეზიდენტი გეუბნება შენ თუ ამას მოიგე, არ მოიგებ რაღაცით მოკლედ იმას გიკეთებენ ძალიან რთულია რა ამით და ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები. ზოგს ხა მესი და რონალდუ და კიდე იქით ვინც იყვნენ ძალიან დიდი ფეხბურთელები, გონიათ რომ ესენი არიან ზე ადამიანები. ფეხბურთში კი მაგრამ ჩვეულებრივად რო იყო, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ესე არ უნდა მიიღოს, მაგრამ ესეა ცხოვრება მოწყობილი, ყველა მოვითხოვთ, ხა მე დინამო ხო გეუბნები ერთხელ ზიმბრუსთან წააგო და გაოგნებული მეთქი ზიმბრუს და დინამო როგორ წააგო აი ხო აი გაოგნებული ვიყავი რა და ეს არის ჩვეულებრივი მომენტი. მით უმეტეს მე რომ მითამაშია ფეხბურთი, შენ გითამაშია ფეხბურთი და ისეთებისთვის მოგვიგია, იქაც ხო არ ჩაუწყიეთ არაფერი. ისეთებისთვის მოგვიგია რომ ჩვენ თვითონ გაოცებულები დავრჩევთ. ისეთ და წაგვიგია. ერთ წარმოვიდგენდით მაგას ამათან საერთოდ არც ვითამაშებდით რა მომენტ რა, მაგრამ ხდება ხო ეგეთებიც არის. ასე რომ ამას უნდა შეხედოს ადამიანმა როგორც ჩვეულებრივად სანახაობა, ისიამოვნოს იმ რაღაც ალოგიკასაც თავისებურად უნდა შეხედოს და მაგასაც თავისი ადგილი აქვს. იმ ალოგიკასაც თავის ლოგიკა აქვს. რა თქმა უნდა, ყველა ძლიერმა რომ მოიგოს, მაშინ აზრი არ ექნება. ფეხბურთი იმიტომ არის ასეთი მაგარი საყურებელი, რომ აი ფილმს რო უყურებ რა. და აი რა სულ ელოდები, რაღაცას ელოდები, ხო?
სანახაობა ისიც სპექტაკლში სულ რაღაცას უყურებს, რაღაცას ელოდები, სიმღერას რო უსმენ, იმას განიცდი. ეს წესია უნდა უყურო, განიცადო იქიდან. ეხა აი პატარა კაპოვერდი 150,000 მაცხოვრებელია, სულ გლდანში ცხოვრობს 300,000. ვეუბნები ხომ გლდანელი ახლობლები ხავს და რომ ბიჭო გუნდი რატო არა ხალხი ქალაქია ხო 300,000-ია მეთქი ვალუტა რატო არა გაქვთ არა ცეგეთ პუნჩი და ხო და წავიდნენ ბიჭო უკვე რომ მონაწილეობას იღებენ უკვე გმირები არიან გოლი გაუტანეს გერმანიას გოლი გაუტანეს გერმანიას და ხო იცი მაგის მწვრთნელი ვინ არის იმას კიურასაო კაცო კაპოვერდეში წავედი კიურასაო ხო დიკ ადვოკატი აი 78 წლის კაცი არის მწვრთნელი რას ლაპარაკობ ეს არის ბიჭო გმირობაზე მეტია 78 წლის და ვის ეთამაშა 38 წლის არის ნაგელსმან მაგისის ხო იცი მეცახელი რა არის მამაშვილის ურთიერთობა ხო მამაშვილის ურთიერთობა და კიდევ უარესი და ის შეიძლება შვილიშვილის ყოფილიყო მამენტ რა რომ მოესწრო და ის ბაგ დიდ ადვოკატის მეცახელი ხო იცი რა არის რა პატარა გენერალი. ვაი, ნაპოლეონივით. ეხო პატარა 1.70 სულ. მაგა პატარა 18 წლის. მაგა გენერალია. გენერალია ზმაო. იმის პატარა დიდი კაცი გახსოვს? რინუს მიხელსის მოსწავლეა კაცი. დიდი რინუს მიხელს ვინც ტოტალური ფეხბურთი შემოიტანა და მაგან. ის რა მხელა ისა აქ მე-11 ჯერ მონაწილეობს ჰოლანდიამ სოფლიო ჩემპიონატებზე ჯერ ეს რო ავიღოთ ეხა ესეც ხო პატარა ამბავი არ არის რა 11 ჯერ ხო თან იმიტომ რომ ეგენი გვიან წამოვიდნენ ხო და მაქიდან გამომდინარე მაგრამ ის რაც ტოტალური ფეხბურთით მათ გააკეთეს და რაც აჩუქეს რა თქმა უნდა იქ შეიძლება ევოლუცია ბუნებრივად მომხდარიყო და მაგ დროს თუ არა 70-იანებში თუ არა შეიძლება მე მომხდარიყო მაინც მაგრამ ფაქტია რომ მათ შემოიტანეს ეს ხო რა თქმა უნდა და ძალიან დასაფასებელი ამბავია ამ კულტურმა რამდენი გულშემატკივარი გაუჩნდა 74 წლის მერე მე პატარა ვიყავი 78-ში უკვე ძალიან ბევრი გულშემატკივრობდა ჰოლანდიას არგენტინასთან რა ისეთ თამაშობდნენ თან ისეთ ფეხბურთელები თამაშობდნენ ხო იცი რა არის და ამიტომაც ყოველთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმება იმიტომ რომ არ შეიძლება პირველ ტალღას ინფორმაციის სიმართლე მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად სიმართლე ამოტივდება თავარი იცი რა არის რაღაცა ცუდს რო ლაპარაკობენ ადამიანებზე ფეხბურთელებზე მილიონ რაღაცას ლაპარაკობენ რამდენი შეძდით ფული აი ასეთი ვილა აქვს არასოდეს ასეთ რაღაცას არც ვაქვს უკვე ხო ახლა და იმსახურა ერთმა შეარგოს თითოული ის კაპიკი თუ 10 თუ მილიონი რასაც თვითონ გამოიმუშავენ უბრალოდ ცოტა ზედმეტებში გადავიდა ეს ფეხბურთი ხო აი მაგრამ ეს ჩემი გასარჩევი არ არის თავის დროზე ყველაფერი ჯიბეში არ ყოფთ ხელს ხო იცი რამდენი ქონდათ 60-იან წლებში პრემიერ ლიგის ინგლისის ჩემპიონატის 15 ფუნტი კვირაში გაი 15 ფუნტი ქონდათ კვირაში ხა და მაგრამ მაშინ ცოტა სხვა რაღაცა იყო ხო ეხა მე ხო არ ვიცი იქ რა ხდებოდა მაგრამ ნუ ეხა მაშინ ფაქტია რომ 15 იმაზე მუშაობდა რა ქვია და ხო მე საღამოს იქ რესტორანში და მე აქ თამაშობდა კაცო ბევრი ფეხბურთელი ეგეთი რომ აი ის საერთოდ ის დიმარია არგენტინელი დიმარია ხო მამამის ეხმარებოდა შახტაში და მე ეგ კლასიკაა მან დედამის მიყავდა ველოსიპედით ვარჯიშებზე და გაცვალა ერთმა მწვრთნელმა შეამჩნია იქ სადაც თამაშობა ვა რა კაი ბიჭიაო და მოდი 20 ბურთს მოგცემო და ეს ბიჭი მომეციო რა და ბაზარი არ არისო და 20 ბურთს აძლევე გაიგო და გაცვალეს წაიყვანეს და იქ ცოტა შორს იყო და დედამის დაყავდა ველოსიპედით იმიტომ რომ თანხა არ ქონდა იმისთვის რომ ტრანსპორტი წასულიყო წამოსულიყო მაგრამ მიაღწია კაცმა და პირველ რიგში მამამის სახლი უყიდა დედამის მაგარი მანქანა და შენ წარმოგიდგენია რომ ეგეთი უკიდურესი გაჭირვები და რომ უცებ ამ ხელა მაღუთი გა როგორი რთული რონალდოს აი რონალდო ძალიან დიდი მამამისი ლოგი და დედამისთან ცხოვრობს და დედამისთან რა ცხოვრობს ამ ხელა კაცო დედასთან ცხოვრობს ბიჭო რა პრობლემაა დედამ სახლი არა ანუ იმიტომ ცხოვრობს რომ ტრაკი არა აქვს რომ ცალკე იცხოვროს არა სხვა რაღაცაა მან მაქსიმალურად მინდა რომ დედა ჩემი იყოს ბედნიერი და კაცობა რა ჯიგარია ჩვენი რა დედა რო უყარს მე რონალდოს ხანერად შემიყვარდა რაც ჩემშვილს შეუყვარდა მაგის მერე კაი მოდი ჩატარებულ მატჩებზეც 1-2 ორი სიტყვით გადავალოთ ისე ჩატარებული იციან ხო ხო ამიტომ აქ რაღაც სერიოზულ ანალიზს მაინც ჯერ თუ მაგ ანალიზს დავიწყებთ მაშინ თითოეულ თამაშზე მოგვიწევს 1.5 საათი ბაზარი ამიტომ მე არ არის საჭირო რაც ჩატარდა აღნიშნოთ რაც არ უნდა ანალიზი გავაკეთო
მატჩში. ხო. სულ რო ძალიან დიდი სპეციალისტი მოიყო. მე იმდო გეუბნები შენ რო ცოტა მიანებე თავი, შენ უფრო კარგად ხედავ მაგალითად ვიდრე მე. იმიტომ რომ მე 1000 ეჭვი მომდის, გაიგე, ეს ხო არ არის, ის ხო არ არის, იქ ხომ არ ხდება. შეიძლება არ ვიცი, მაგრამ მე ხო ლაღითო თან მით უმეტეს პროფესიონალი ხარ და თან მით უმეტეს აი ეს რაღაც ზედმეტი რაღაცები. აი ხა რასაც უყურებ. კი არ უყურებ, მაგრამ რომ ხვდება ხოლმე რაღაცა აი გამოდიან NTV და ისინი რაღაც დიდი პროფესორები გამოდიან XG და ამან თქვა და იმ ეს თქვა და ეს აი ეს დიდმა სპეციალისტმა ბიჭო რო თქვა ეს რამხელა რაღაცა არის პროგნოზი თვითონაც არიციან ეს არის მომავალში გადახედვა აი ჩვენ რო ვილაპარაკეთ უკან მომავალში რამხელა რაღაცა არის შენ რო რაღაცას განშვიდავ და ფეხბურთის წონით ჩემ პროგნოზს ვერ გააკეთებ იმიტომ რომ ფეხბურთი დღევანდელ სიტუაციაში მით უმეტეს ძალიან ბევრმა იცის ძალიან ბევრმა და ესე ქაღალდზე დღესვე გეტყვი ვინ გახდება ჩემპიონი უეჭველი ფინალს გეტყვი, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ფაქტიურად. აუ ისე ეხლა ის არის, მაგრამ ახლა მსოფლიო ჩემპიონატს ეხება უბრალოდ პატარა იმას 2022 წელზე ჩვენ გვექნება ამერიკიდან საუბარი არგენტინა შეძლებს რა ტიტულის დაცვას, მაგრამ აი რაღაცა ვიდეო შემხვდა TikTok-ზე რაღაცა ძალიან ისეთი მუსიკა ედო რა, მართლა ისეთი რაღაცნაირი აი რო ჩაგწვდება და არის კადრი ბოლო დარტყმა არგენტინის პენლის როცა გაიტანს და უკვე ჩემპიონები გახდნენ და მესი რო უყურებს და გვერდზე რო არიან ტიპები. გახსოვს ჩვენ წინა მე მგონი წინაზე ვისაუბრეთ წინა ეპიზოდში მესისთვის რო თამაშობდა ყველა და აი მესისთვის რო მესისთვის და ბიჭო აი იმ მუსიკასთან ერთად კიდე განსაკუთრებით ეს მესის ეს რეაქცია რო გაიტანეს რო დაეცემა და მესის უფრო მეტი გადაიხვევი და გოლის ავტორს და ესე რო არიან და არგენტინის ნოს უყურებ რო ქვითინებს რა და თავსიკავებს და მე ესე აკეთებს და ტირის და აი იცი რა არის მე არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს სოფლიო ჩემპიონატი რა და ვინ გახდება შენ ჰოლანდიას გულშემატკივრობ ხო მაგრამ დიდი შანსია რომ მე გულშემატკივრობ მაგრამ მაინც ხო არ ვიცით როგორ დასრულდება ამაზე მაგარი განცდა რომ შენი ქვეყნის სახელით სოფლიო ჩემპიონატი გახდი და მთელი სოფლიო შენ ქვეყანას ალაპარაკოს და აი მას აწევა არ არის. მოდი ერთი წამით რაღაცები შევეხოთ ახლა რა. უცებ პირველი გახსნით თამაში. მექსიკა, სამხრეთ აფრიკა. უეჭველი ფავორიტი ვილაპარაკეთ კიდევაც მაგაზე უეჭველი ფავორიტი იყო. მოიგო. თან არა რაღაცები დაფიქსირდა მათ 3 წითელი იყო მაგალითად. ცოტა ისეთია ხო? გოლი გაიტანა, ძალიან გაუხარდა, რა თქმა უნდა, სიხარული ჰქონდა და რა ვიცი ეს რაღაცები ფიქსირდება. მომგება მოიგო სამხრეთ აფრიკამ გამოავლენა ძალიან სუსტია, მაგრამ აი მაგ სამხრეთ აფრიკისას აი რაღაცნაირად ეგრე ჯერა ხოლმე რომ აი ეგეთი ვიღაცები. აი ხა ხდება ჩეხეთს. ჩეხეთმა მაგას უეჭველი უნდა მოუგოს, მაგრამ უყურე ხდება ვერ გაიგებ. ჩეხეთი მაგავე ჯგუფში იყო სამხრეთ კორეა, ჩეხეთი. უგებდა ჩეხეთი მეორე ტაიმში და ფრესკი ვერ შეინარჩუნა და წააგო ეს მაგარი დარტყმა რა და ფსიქოლოგიურად და ესეთი რაღაცა მოგივა. ერთი ისა რომ იმას ორი ძირითადი კიდე გაუგდეს და ეხა როგორ მდგომარეობაში გავა არ ვიცი. მაგრამ დიდი შანსია რომ დაკარგოს კიდევაც ჩეხეთმა ქულები. მაგრამ ეხა რეალურია რომ მოიგოს ჩეხეთმა. ნუ სამხრეთ კორეასთან წააგო ეხა ეს და სამხრეთ კორეა ყოველთვის სიმპათიური გუნდი იყო. ხო, მაგრამ აი ფაქტიურად ერთი და იგივე უგებდა ხო გემო. ხო, მესმის, მაგრამ ბოლოს უთანაბრდებდა საერთოდ მეკარემ ძალიან მაგრად ითამაშა. ხო, ანუ შემთხვევითობა. იცი რომ ჩეხეთის მარცხი სამხრეთ კორეასთან უკვე ვეღარ ჩაითვლება სენსაცია. არა, სენსაცია ეგ არ არის. ეგ კი არა 50-50. ერთი და იგივე ის მე დაჟე ის სხვადასხვა კონტინენტებზე არიან, მაგრამ ერთი და იგივე შანსი გაქვს. ხო, მაგრამ ევროპული ფეხბურთი ყოველთვის მაღალ დონეზე იყო და ისიც აღვნიშნოთ ჩვენ წინა ლაპარაკებაში საუბარში რომ ჩეხეთი სოფლიო ჩემპიონატზე ისე წარმატებულად ვერ თამაშობს. უფრო ევროპის ჩემპიონატზე. ევროპის ჩემპიონატზე კი ბატონო. ხო, აღვნიშნეთ კიდევაც რომ ჩემპიონებიც გახდნენ. ისე ორჯერ არიან ადრეულ წლებში ჩეხეთს სოფლიო ჩემპიონატში ორჯერ მეორე პოზიციონი. ადამიანები რო უსინათლოები იყვნენ იქ რო არის, ხო იცი მაშინ. ო აი პიპინია რო იძახის. ეს კაცი ბრმაა. მაშინ შემდეგი თამაში
კანადა დრები ყავს. დრები ყავს. ბატონო. დრები ყავს. კანადა ბოსნია ერთ-ერთი აქ ახლა რა უნდა ვთქვა. ძალიან მაგარი თამაში იყო, ძალიან სერიოზული თამაში იყო. კანადა მომეწონა ძალიან. ბოსნიაზე ხო გითხარი, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის რომ მოიგონ და მებრძოლი ხალხია. ძალიან მებრძოლი ხალხია და პატივსაცემი ხალხია. კანადასგან ელოდებოდი შენ ასეთ სტარტს. კი, ხო ვილაპარაკეთ კიდევაც რომ პირველი ქულა აიღეს სოფლიო ჩემპიონატზე. ხო და სიგიჟე ანუ კანადა. თავის მოედანზეა. კი, მაგრამ მაინც კანადა რა ვიცი. იუვენტუსში თამაშობს ერთი ადამიანი, ხა იუვენტუსთან თავარი იუვენტუსში კი ხა ერთი მოთამაშე ყველგან იქნება. მაინც უწარო. თან მაგარი ჯონათან საფეხბურთო ტვინში კანადის კანადის წარმატება რო გითხრას ადამიანმა გაგახსენება 1000 რამე და ჰოკეი მახსენდება სულ. ჰოკეი და ზამთრის სპორტი. და ფეხბურთი ისა კალათბურთის კი ტორონტო ჩემპიონი გახდა 2009-ში. შემოილოს იცლება და ეგრეა მე ხო ხედავ. სანამ დოდოაბაშიზე არ დაიწყო ფეხბურთიც ბაუს ჩვენ აბა რა ვიცოდით. მე ბატონო ნახევარიძალი და ვარტყი. პენალტს ნახევარიძალი. გატშე მოკლავს კი. იასონა. ბატონო ნახევარიძალი და ვარტყი. იასონა მაგაზე სუმეტირება ბიჭო რა ის აი გომხერია რა თუმან ხო თუმან სტომახტოლა თუმან თელი იმპროვიზაცია გჭირდეს აი მას რო აცილებენ ამ გეიმს და აი ეს რომ ღერიან გესმის აი სულისკვეთება ზუსტად მაგაზე მაქვს ლაპარაკი რომ სხვათა შორის ბევრ ნაკრებს ეგ უნდა აი დავინახე ბევრ ნაკრებში რომ აი გააქვთ რა ძალიან კაი ოღონდ დაიყურე იმისგან ვერ დავინახავ ერთი ძმა რო ერთ ქვეყანაში თამაშობს მეორე ძმა მეორე ქვეყანაში და ერთმანეთს რო ხვდები ხიჩა და გოჩას თემაა შეიძლება არც ერთი იყო ის და დეზერედუე და გელადუე რო ხო გელადუო აშშ პარაგვაი აშშ და პოჩეტინიო ცალკე აღსანიშნავი ამბავია მიუხედავად იმისა რომ მას პინძლობის თემა მაგას მნიშვნელობა იმიტომ რომ არა მარტო ის რომ იგებენ და 4-1 მოიგეს. არამედ როგორც მოიგეს. ძალიან ლამაზად თამაშობენ, ძალიან ახალგაზრდული გუნდია. პოჩეტინიო თვითონ ძალიან მაგარი მწვრთნელია. რა ვიცი, ანუ დიდი ჩვენ ახლა რაც კი რამე ეპიზოდი ქონდა, ანუ სოფლიო ჩემპიონატს სადაც შევეხეთ, ყველგან ამერიკას კომპლიმენტებს ვეუბნებოდით. გოჩა თანდარაშვილი ჩვენთან რო იყოს თულა დიდი გულშემატკივარი ამერიკის სიმპათიზირებდა, იმიტომ რომ წნეხი ნაკლები ქონათ ადრე რო თამაშობდნენ. აი ეს ხაც არ აქვს დიდი წნეხი რა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში სტარტდება. მაგრამ როგორი ფეხბურთსაც თამაშობენ ძალიან კარგი საყურებელია რა. აი როგორცაც თამაშობ. შეიძლება ფსიქოლოგიურად ყოველთვის ის გაქვს რომ ამერიკელების არ არის ფეხბურთი და ამიტომ მათგან ყოველთვის გიკვირს და ამიტომ ორმაგი ეფექტი აქვს როცა ნახულობ როგორ კარგად თამაშობენ, მაგრამ ძალიან ნუ ქვეყანა ისეთია რომ ეს სოკერი, რასაც თვითონ სოკერს ეძახიან, აი ესე ეტაპობრივად და თანმიმდევრულად ძალიან განავითარეს და ეგეთი ყურადღება მიაქცეს და უფრო პოპულარული გახდა და შენ პარაგვაის ნაკრებს 4 ბურთი გაუტანა. არ არის სახმარო ამბავი. იმიტომ რომ ხო გეუბნები ეგ თამაშობს, აი ვინც კარგად იცის ეხა ჩვენმა მაყურებლებმა ესპანური ფეხბურთი იქ არის ეგეთი გუნდი ხეტაფე. აი ხეტაფე არის ცოტა განვითარებული. იმიტომ რომ ფრეების კი არა, საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს. აი არ გათამაშოს, მოკლავს და ერთ დაგიჭერს, გაგიტანს და მორჩა. ხო და ამას 4 ბურთი გაუტანო, ცოტა დონე უნდა იყო რა და შენი გუნდის ლეგენდა კარაგერმა თქვა ეგეთი რაღაცა. ნუ ლეგენდა შეიძლება ცოტა ხმამაღალი თქვა მე. ლეგენდას ხმამაღალი. საკმაოდ კოლორიტული ტიპაჟია. დღეს აქტუალური, როგორც კომენტარი. დღეს აქტუალურია. და კარაგერმა თქვა რომ ჩემი ფავორიტი არისო საფრანგეთიო. ჩემესიც საფრანგეთი მოიგებსო და მე შემდეგ იყო მსჯელობა რომ აი ქვეჯგუფში ამ დადგს დაიკავოს, მე ეტაკება ამას, მე ეტაკება ბრაზილიას იდეაში და ასე შემდეგ. მან თქვა ესეთი რაღაცა. მოიცა კაცო, ანუ საერთოდ წავედი საფრანგეთი, ხო, საფრანგეთი მოიგებსო და ამერიკას აწავა. არა, ამერიკაზე არ თქვა, მაიცა საფრანგეთი მოიგებსო, მაგრამ საფრანგეთის მოგება არ იყო აქ. ნუ კაი, ჯერ ამაზე გავჩერდეთ რომ რა აზრის ხარ კარაგერის ამ პროგნოზის და მე მოვიფიქრე რაღაცა თქვა გავიხსენებ საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად რომელიც ძალიან შემეხოდა. ილო იცი რა არის მე რომ მეუნებია მაგათად ეგეთ კითხვა დაუსვიათ რა რომ ბარსელონა ჟირონას მოუგებს. ხო აი იცი რა არის ეგ კითხვა არ არის რა. ნუ რა თქმა უნდა მოუგებს ხო. მოუგებს იმას რაღაც გუნდს ხდება რა აი. შენთვის რომელია საფრანგეთი ფავორიტებში მე რამ პირველ სამეულში ხო ეგ მაინტერესებს ეხა მაგ ქაღალდზე მან ჯერ ისეთი თავდასხმა ყავს ეხა ოლისე ბამპე და დემბელე
ოქროს ბურთის ფლობელი, საუკეთესო თავდასხმელი და ოლისეზე ეხა ხო ზედმეტია ლაპარაკი როგორი თავდასხმა ყავს. მერე ყველა სფერო აქვს დარეგულირებული. მწვრთნელი უგამოცდილესი ამდენი ხანია მასთან არის და აი ყველანაირი ის აქვს რომ არ მოიგო, მაგრამ ასეთი ფავორიტები საერთოდ მაგას კი ავივიძახი რომ არ გამხდარა, მაგრამ უმეტესად ვერ ხდებიან რა. ეხა ერთ პატარა მაგალითს ვიტყვი, აი ძველი დროიდან ეს ახალი ხო უფრო იცია, მაგრამ შეიძლება ეს არ იცოდნენ, რომ აი უნგრეთის ნაკრები იყო 50-იანი წლების დასაწყისში შევეღაც გაიცნოს, მაგრამ დაუმარცხებელი გუნდი. პუშკაშომანია. ხო, მაგენი იყვნენ თავის პუშკასის დროშა იყო მაგათი დაუმარცხებლები და 54-ში ხო ჩატარდა ეს მსოფლიო ჩემპიონატი. 53-ში შეხვდა ინგლისის ნაკრებს უემბლიზე. იქ დაუმარცხებელი იყო ინგლისი და 6-3 მოუგო. ინგლისის ნაკრებს. იქ რომელიც ინგლისი არ ეთამაშებოდა არავის რომ ძალიან დაბალი დონე ხარდო რა. და მერე მოითხოვა რევანში, მატჩ რევანში. ოღონდ თქვენთან ვითამაშოთ. ბაზარი არ არის, მოედო 7-1 მოუგო. აი ეს ხო, უნგრეთმა 7-1, ჯერ 6-3 მოუგო, ვერ 7-1 მოუგო. ხო და აი ასეთი ნაკრები გავიდა ანუ 13-4 თამაშის ჯამში. ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა გერმანიის ნაკრებს, დასავლეთ გერმანია მაშინ და მოუგო 8-3. ჯგუფურ ეტაპზე 8-3 და ფინალში შეხვდნენ ეს გუნდები. ეხლა რა უნდა იფიქრო? ხო. და მეათე წუთზე რა ანგარიშია? 2-0 იგებს უნგრეთი. საბოლოო ანგარიში 3-2 მოიგო გერმანია. ხო. ხო აი რა უნდა იფიქრო, მაგრამ აქ ვერაფერს ვერ ერთ რაღაცა იგებს ის ვინც უნდა მოიგოს. მეტი აქ ვერაფერ გინდა როგორც იტყოდა ისა ცხონებული ნუგზარ ჯუღელი გინდა ახტი, გინდა დახტი, კაჩენკო, მაის კაჩენკოა. ასე ჩემო. არა, მაგარი კომენტარები ქონათ ადრე. შემდეგ აშშ პარაგვაი დარსაძეს ღრმად შემიგდეო ღრმად. აი, მასე თუ გადავედით ჭადრაკში ხო იცი ნონას ისტორია. რომელი? ბევრი ვიცი ვარ. ნონამ კუებით შეუტია, ვიცი? აშშ პარაგვაი თქვით და მე კარაგერის იმ ფრაზას რატომაც ეგ ვახსენე, აუცილებლად გავიხსენებ. რაღაც არგუმენტი ქონა ძალიან ისეთი საინტერესო. შემდეგ ყატარი შვეიცარია, ნუ აქაც გასაგებია, რომ შვეიცარია გასაგებია ის, რომ არავინ არ ელოდებოდა შვეიცარიისგან იმას, ანუ ფაქტია, რომ ანუ ყატარს შვეიცარი უნდა მოუგოს, მაგრამ ისე ვიკბანაობთ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველამ ფეხბურთი ისწავლა, ამიტომ ამაზე უფრო ისე ახლა რა უფრო მოლოდინელი იყო ყატარი და შვეიცარიის 1-1 თუ ესპანეთი კაპე-ვერდე 0-0. ჯერ 0-0 არც ვიცით ეხლა როგორ დამთავრდა ის ხო? მორჩა ეგრე? რა სიძახი, იმიტომ ხო და არ არის მოლოდინელობა იმასთან შედარებით ახლა ვერ არის ეს ეს ძალიან დიდი მოლოდინელობა. პატარა ამბავი ნამდვილად. ხო, მაგრამ შვეიცარია იცი როგორ ისეთი ხო, მაგრამ ყატარს უნდა მოუგოს. ხო, მაგრამ ყატარი ხო არა, ის უფრო დიდი მოლოდინელობაა. რა? კაპ-ვერდე, ესპანეთი. ეგ შედარებაც არ არის. იმიტომ რომ ეს აზიის ჩემპიონი რო აი ის არის თუ არის სენსაცია და. კაპ-ვერდე ცოტა. მაგაც ახლა შვეიცარია უფრო მეგონა მე პირადად ვიდრე ყატარი, ასე რომ გასაგებია რომ რაღაცა გარკვეული პატარა სენსაცია იყო. ძალიან თამაში როგორი იყო ის არის. მად მინიმუმ 3-0 უნდა ყოფილიყო, მინიმუმ 3-0 და ერთხელ წამოვიდნენ, ერთი ის კი არის პენალით გაიტანეს. ფეხბურთი, სადაც ხდება ეგ. გამახსენდა. რატო ვახსენე ჯეიმი კარაგერი. კარაგერმა თქვა ეგეთი რამე თავის სტუმართან ერთად, რომ როგორც ჩვენ თუ გინდა რომ სოფლიო ჩემპიონატი მოიგოს, სანახაობრივი თამაში არ არისო, მაგისი რეცეპტიო. თავარი რეცეპტი, რამაც ისტორიამ დაგვანახა და დაგვიდასტურა, ეს არის პრაქტიკული ფეხბურთი. აი ამას ვიძახდი, როდესაც არსენალზე მიდიოდა კრიტიკა, რომ პრაქტიკული ფეხბურთი. ეგრე მოუგია იტალიის სოფლიო ჩემპიონატები პრაქტიკული ფეხბურთით და იტალია არის ერთ-ერთი გუნდი, რომელიც პრაქტიკული ფეხბურთი აურჩევია და შესაბამისად მაგას ვამბობ და შე როგორ ფიქრობ? არის ეგ თავარი გასაღები პრაქტიკული ფეხბურთი სოფლიო ჩემპიონატზე? ნუ ეხა იმას რომ მოთამაშეები უნდა ყავდეს და გუნდი უნდა იყო არ ვამბობ, მაგრამ შე როგორ უყურებ მაგას? მართალია ჯეიმი კარაგერი რომ პრაქტიკული ფეხბურთი თუ რამე მგვანახა ისტორიამო ეს არის რომ პრაქტიკული ფეხბურთით იგებო? ხო და მაშინ რაღაც ვერ ჩი. იმიტომ რომ აი მე მახსოვს მაგალითად 82-ში რა ბრაზილია იყო, რომელიც სანახაობრივად ისეთ ფეხბურთს თამაშობდა რომ აღფრთოვანებული იყო ყველა, მაგრამ რო შეიკითხე რომ დაცვა არ აკავთო, მეკარე არ აკავთო წესიერიო და არც გჭირდებაო. ძალიან კარგი ყავსო, მაგრამ თუ არ მოწონთო, ნუ მოწონთო, არც გჭირდება, იმიტომ რომ 3 თუ გაგვიტანესო, 4 აუცილებლად გავიტანთო. და ეს თქვა ხანდახან
ახდება ხოლმე და ხანდახან არ ახდება. ასე რომ მაგასაც აქვს თავის. აგი არსენალი კი გავიდა ფინალში, მაგრამ ვინ მოიგო? ხვიჩა. კი ბატონო. ეგეც არის. თუმცა არსენალმა თავისი პრაქტიკული ფეხბურთით ძალიან ბევრი რამე დააკეთა. პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა რაც. და ისტორიაში მე რჩება ვინ არის მოგებული საბოლოო ჯამში. კარგი, მოდი ამას ცოტა გვეწელება და უცებ გავუყვეთ, რომ მე უფრო ცლად ვისაუბროთ იმ თამაშებზე, რაც გველოდება. მოკლედ, ბრაზილია მაროკო 1-1 მორჩა და მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ძალიან დიდი სიმპათიები გაქვს შენ და ამბობ შენ თქვი, რომ ჰოლანდიასთან ერთად მათ შორის ბრაზილია თქვი, რომ ფიქრობ, რომ ძალიან კარგი შანსი აქვს ჩემპიონატის მოგება. ეგ არის ჩემი ორი ფავორიტი. იმიტომ კი არა, შენ გულშემატკივრობ და მე გულშემატკივრობ ბრაზილიას. ამ შემთხვევაში ბრაზილიას გულშემატკივრობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია არ აქვს მიღწევა. 2002 წლიდან ჩემპიონი არ გამختارდა ბრაზილია და მაგათი ფეხბურთი მომწონს. იტალია არ არის, ჰოლანდიას შენ გულშემატკივრობ და მე ბრაზილიას გულშემატკივრობ. ხო და მე ასე მგონია, ეხლა ჩემი იმით ხა პროფესორობას არ დავიწყებ, მაგრამ მე მგონია რომ ანჩელოტიმ ვაფშე თამაში დამალა. საერთოდ. არ უნდა წაეგო, ისეთი ჯგუფი აქვს, რომ მანდიდან ახლა შოტლანდიას და ჰაიტს თავისუფლად მოუგებს და გავა. აი ვინ, მაგრამ ანჩელოტი არის ტიპი, რომელსაც სტრატეგია არასდროს არ შეეშლება რა. ვინ არის? წარბით ვაწია ძმაო, всё. ანჩელოტი. როგორი კაცია. ხო და ამიტომ იტალია არ არის, მაგრამ იტალია ვერ გახდება ჩემპიონი, მაგრამ იტალიელი მწვრთნელი გახდება ჩემპიონი. მოდი ვთქვათ, რომ პირველ ტურში და პირველ ეტაპზე ნათამაშები ფრეები, წაგებები და სენსაციებით ვერ ვიმსჯელებთ ვის აქვს შანსი ჩემპიონობის და ვის არა. ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა საგულისხმოა და ფაქტია, რომ ისეთი თამაშები როგორც ესპანეთი, კაპოვერდია, აი ზუსტად იმ ქვეყნისთვის არის ყველა. ფავორიტებზე ვერ ვიტყვით. იო, ფავორიტებზე, თორე იმ გუნდებზე ხა მაროკო ძალიან კარგი გუნდია. ხო, არა, მე ვიცი, ხო. ლაპარაკე ვინ მოიგებს ჩემპიონობას ან ვინ არა და ვინ მოხდება ტოპ 5 გუნდში, თორე ის გასაგებია. შემადგენლობა ძალიან კარგი ყავს და იმინა ისე ითამაშეს. არ გახსოვს რომ საუბრობთ ალჟირი, მაროკო, მათ შორის ტუნისის ვთქვით, მაგრამ ტუნისი უფრო ქვემოთ. ალჟირი და მაროკო ყოველთვის იყვნენ ძალიან როგორც ვთქვა, მათი სტილი თამაშის და აღნაგობა და ფინალში ასული კაცი. ხო რა, ანუ აი ფეხბურთელური ისა აქვს რა. ჰაიტი შოტლანდია 0-1 ამაზე ნუ გავჩერდები დიდხანს და მოიგო. ჰაიტი ძალიან მეტად უნდა მოიგო კიდე. ორი წამი რო ვთქვათ, ჰაიტმა ძალიან კარგი სტაბილიზება დატოვა, გაუმართლა შოტლანდიას საერთოდ. შოტლანდია ხო იცი რა გუნდია? 11 მაქტომინი ყავს რა. 11 მამაცი გულით რა. ესე და Yo boy the Scottish we are the winning. როგორ უჭირავთ ხისტები? აი ეგრე არის. Hold. ხო და შოტლანდიას ვულოცავთ, ავსტრალია, თურქეთი არის. კარგი სენსაცია. მართლა არ მოველოდი მაგას. დარწმუნებული ვიყავი რომ თურქეთი მოიგებდა, იმიტომ რომ მე უფრო პარაგვაისთან გაუჭირდებოდა მეთქი მაგი მეგონა, მაგრამ ავსტრალიამ რაც გააკეთა, მაგრამ შენ აღნიშნე წინაზე რომ ავსტრალიას ჰქონდა ჩემპიონატები, სადაც კარგი გუნდები, ანუ პირველი შემთხვევა ეს არ არის ახალი ზელანდია. ანუ ეს სხვა თემაა და რა თქმა უნდა არ ველოდებოდით, მაგრამ და თან თურქეთს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, უბრალოდ ვერ გამოიყენეს. კი ბატონო. და სხვათა შორის მაგაზე ბევრი ლაპარაკია, რომ იმ წყლის შესვენებებმა ბევრი რაღაცა დააზიანა მომენტუმი და ტემპი დაუგდო. ხო შეიძლება. თურქეთს ბევრი ტემპი დაუგდო, ეხლა მე იმდენად ხა არ ვიცი. მაგრამ მე ავსტრალიის დაცვით აი ცოტა ისეთი შედარებაა, მაგრამ არსენალის დაცვა და ავსტრალიის დაცვა ანუ ვერ ვიტყვი რომ ეხა ერთი დონის მოთამაშეები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც მაგათ თურქეთთან როგორი როტაციაც ქონათ დაცვაში, აი როგორც მოძრაობდნენ საყო. ეხა რამხელა აბსოლუტურად ამოკეტესტებები. რამხელა ინტრიგაა. იყო შემთხვევები რომ ხო. წარმოგიდგენია რამხელა ინტრიგაა, ეხა თურქეთი ხვდება პარაგვაის. თუ არ ვწდები, მე მგონი პარაგვაის ხვდება. უნდა მოუგოს. მოკლედ უნდა გავიდი. მოუგოს უკვე всё. ხო, მე უკვე კიდე აქვს შანსი. მე რა გააჩნია იქ როგორ მოხდება იქ ისინი რას თამაშობენ. კი, ესეც ფაქტია რომ სენსაცია იყო გერმანია, ახლა კუროსაუზე ნუ შენ კი აღნიშნე რომ მათი ერთი გოლი ისტორია დარჩება. მე მაგალითად მაგ ბიჭებს ეგ არის ჰოლანდიის მესამე ნაკრები რა. ჰოლანდიელები არიან ყველა დიკ ადვოკატი. წველი ხო თქვი? 78 წკაცი წველია ჩემპიონატზე გაიყვანა, გერმანიას გოლი გაუტანა, საკუთარი ძაღლი ჭადრაკს გიგებს. ხო და მოკლედ რა ხდება ამ ქვეყანაზე მოკლედ. აი ჰოლანდია იაპონიაზე მივადექით და ჰოლანდია იაპონია 2-2. რასაც ველოდი, ზუსტად იქ მოხდა. 80 მერამდე კლასი და იაპონელების ანუ როგორ სამურაი ჩაირთო სამურაის სასტავი და თავის გააკეთეს არ წააგეს თავი.
თამაში. ჰოლანდია, იაპონია, თუმცა ჰოლანდიაზე მე ოპტიმისტურად ვარ 80 მე-80 წუთი პლუსზე მეგონი 99-ზე გაუშვეს გოლი, მაგრამ ხდება ყოფილა შემთხვევები, როცა მსოფლიო ჩემპიონი გამختარა გუნდი, რომელმაც პირველად წააგო. ჩვენ არგენტინას აღვნიშნეთ და კიდე სხვა მაგალითებიც ბევრია, ასე რომ წინ არის ყველაფერი. კოტ-დივარი, ეკვადორი 1-0. აი იყო კლასიკური თამაში ორი ერთნაირი გუნდი, სადაც გაუმართლა კოტ-დივარს. ოღონდ კოლუმბიასაც რომ მოეგო იმაზეც ვიტყოდი რომ იმას გაუმართლა. ეკვადორს, ბოდიში. ეკვადორს რომ მოეგო იმაზეც ვიტყოდი რომ გაუმართლა, იმიტომ რომ ფაქტიურად ერთი ტიპის გუნდები არიან შემადგენლობით იმასაც ყავს კაი ფეხბურთი, მაგრამ კოტ-დივარი შვედეთი, ტუნისი 5-1. შვედეთის მიმართ ძალიან ბევრი სიმპათიები ახლა სოციალებში რომ რაღაცებს უყურებდი. გელაპარაკეთ, მე შვედეთში ძალიან დამაჯერებელი ის და გრენ პოტერი, მეთქი შვედეთში ამედა თავისენით ელაპარაკება, მეთქი ხედა აქ თავისენით. ვილი სანიოს გვინდა ვთხოვოთ რომ ქართულად ებაზროს შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატის ის იქნება. მაგრამ გაუძლო ახლა წარმოიდგინეთ ჩვენ ვიჭებსო დაელაპარაკება კარგი უცხოელი სპორტის ქართულად. რაში თქვენ რო უყურეთ ვილი სანიოს ვიჭებო გავედით და მოვიგეთ. როგორ ფიქრობ კლიმატის ფაქტორი? ეხლა რატო ამბობ ამას? იმიტომ რომ ჩვენ აღვნიშნეთ კიდევაც რომ მაგალითისთვის ესპანეთი კაპო-ვერდეზე იყო 26 გრადუსი. 26 გრადუსი. არის 26 გრადუსი ისეთი სიცხე, რომ თითო ტაიმში თითო წყლის დალევაა საჭირო, იმიტომ რომ ფეხბურთელები ხჭობიან. ჩემი საზრით არა. ხო, ბოდოა ეხა. გასაგებია რომ მიზეზი სხვა რაღაცა, მარკეტინგია ვიდრე ის. მარკეტინგია. ხო და შენ როგორ შეგიძლია ჩვენ ამას თავიდან გადაცემის დასაწყისში გარკვეულწილად შევეხეთ, მაგრამ მოდი კარგად ვიმსჯელოთ სამი ქვეყანა, რომელ გუნდებს შენი აზრით ყველაზე მეტად გაუჭირდება კანადა, ამერიკა და მექსიკაში თამაში და ერთის მხრივ კლიმატის პირობებს შევეხოთ და თქვათ რაღაცა გუნდებისთვის მართლა აკლიმატიზაციას მნიშვნელობა და მართლა სხვადასხვა დროებში ცხოვრობდნენ და რაღაცა აისახება რა თქმა უნდა დროების ფაქტორი, თუმცა აი ეს დიდი სავაჭრო მოლად რო გადააქციეს ფეხბურთი და ამ ამბავს რო გავუყვეთ, როგორ ფიქრობ ამ ჩემპიონატის მერე როგორი რეაქცია შეიძლება ხალხს კონდეს და საერთოდაც როგორ ფიქრობ ამ ახლიდელ მოცემულობაში მოდი ესე დავყობ კითხვას რა პირველი დათომინაშვილი რო იყო ჩვენი სტუმარი წინაზე რას თქვა რომ ეს ჩემპიონატი დაიწყება ჯგუფური ეტაპის შემდეგ მივხვდებით რომ რეალურად სოფლის ჩემპიონატს ვიგრძნობთ მაშინ ამის მიმართ რა დამოკიდებულება გაქვს იმის ფონზე რომ საკმაოდ ბევრი სენსაცია დაფიქსირდა უკვე და ინტრიგები ჯგუფებში უკვე არის ეს ერთი ფაქტორი გაამართა თუ არა ბევრმა გუნდმა მეორე ფაქტორი ვიმსჯელოთ რომ სამ ქვეყანაში ტარდება და გარკვეულწილად სხვადასხვა კლიმატია და ამიტომ შენც რაც აღნიშნე რომ აი მოგზაური დადი გადადი გატმოდი და ასე შემდეგ ეს როგორი მოქმედებს გუნდებზე და ზოგადად აი ამ სოფლის ჩემპიონატთან მიმართებაში რა მოლოდინები გვაქვს რა ერთი რაღაცა და მოდი ფავორიტებიც მე გამოვყოთ ხო ფავორიტები აქ რა თქმა უნდა მე ბრაზილიას იმიტომ ვიძახი რომ კლიმატი მაგისია შეგუებულია კი ბატონო კლიმატს და მეორე ის ვარიანტია რომ ადამიანების მიმართ ადამიანები ძალიან უარყოფითად განეწყობიან რა აჰა ყველა ვარიანტში უარყოფითად განეწყობიან ამისას იმიტომ რომ ჯერ ვერ შედიან გადამყიდველებმა იყიდეს ბილეთები რომელიც 600-დან 10000 დოლარამდე ბილეთი ღირს და იმასაც ვერ შოულობ იმიტომ რომ გადამყიდველი ყიდულობს ამ ბილეთებს და სამაგი ფასების გადახდა უწევ და მე იქ სასტუმრო უნდა იქირაო თვითმფრინავით უნდა გადაფრინდე გადმოფრინდე რომელიც ძვირდება რაც უფრო მეტია მოთხოვნილება მით უფრო მეტია ფასი და ასე შემდეგ ხალხისგან ძალიან უარყოფითი იქნება რა თქმა უნდა მაგრამ თვითონ გუნდები ძალიან დატანჯულები არიან იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინე ირანს საერთოდ არ უშვებენ ამერიკაში თამაშობენ მექსიკაში აქვთ ბაზა უნდა თამაშის დღეს გადაფრინდე ითამაშო და ეგრევე გადმოფრინდა მე ისევ გადაფრინდე და ნუ ძალიან რთულია წვალება მე ფეხბურთელებს თვითონ დაკითხვებზე მიყავს მე მესმის ახლა რა თქმა უნდა ის თავის სახელმწიფოს უსაფრთხოებას იცავს და მაგიც მესმის მაგრამ სტრესი თუ არ შეგიძლია მაშინ არ უნდა გააკეთო იმიტომ რომ ეს აქ უდანაშაულო ხალხი დარწმუნებულია რომ 100%-იანად უდანაშაულებული არიან მაგრამ ნუ ის თავის სახელმწიფოს იცავს და სხვანაირად ვერ მოიქცევა, იმიტომ რომ მაგათმა გადაიტანეს უკვე ძალიან ბევრი ტერაქტი და ძალიან ბევრი გამოცდილება აქვთ ისეთი, რომელსაც გვერდს ვერ აუქცევენ. ასე რომ ეს ახლა ჩვეულებრივი მომენტია რა და ამას უნდა შეხედოს ადამიანმა, რომ ეს აი სხვანაირად ვერ გააკეთებ რა. და ფეხბურთელები, თვითონ ფეხბურთელები
მე აი უკვე წარმომიდგენია რამხელა სტრესში არიან. ფეხბურთელი რომ სათამაშოთ რომ მიდიხარ და დაკითხვაზე რომ შეყევხარ. სანამ ფეხბურთის 7 საათი დაკითხვაზე რო ხარ. ზოგიერთი საჯი არ გაუშვეს საერთოდ. არ შეუშვეს ქვეყანაში. ნუ არის ძალიან ცუდი მოტივები. ხო, რაღაც წინაღობები არის. თუმცა აი ძალიან საინტერესო იქნება ამ სოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ როგორი ემოციები დაგვრჩება გულშემატკივარს და იქნება თუ არა ისეთი მერვედფინალები, ისეთი ნახევარფინალები და ისეთი ფინალები, როგორი მოლოდინის გვაქვს. ერთი რამე ვიცი, რომ FIFA-ს დარჩება ძალიან ბევრი ფინანსები. კი ბატონო, ეგ ფაქტია. მაგას ეგ ნახდათ შეგვიძლია რომ თქვა. მოდი რონალდოს შევეხოთ, იმიტომ რომ მისთვის ეს რაღაცნაირად ბოლო შანსი ცოტა ისე ჟღერს. ეს უფრო ალბათ აი ტორცე რო ბოლო იმას დაადებენ მართლა რაღაც ალუბალს უფრო მის კარიერაში ეს უფრო არის ვიდრე ის რომ მოვთხოვოთ ეხლა რომ სოფლიო ჩემპიონი გახდეს, მაგრამ პორტუგალიის ნაკრები რომელიც ყოველთვის ერთ სუპერსტარზე ასოცირდებოდა, როგორ ფიქრობ ამ ასაკში რონალდო და ეს პორტუგალიის ნაკრები აქვს თუ არა შანსი რომ სერიოზულ წარმატებას მიაღწიონ თუნდაც გახდნენ სოფლიო ჩემპიონები. აი ისეთი ნაკრები ყავს პორტუგალიას, რომ შანსი ნამდვილად აქვს. ძალიან დიდი შანსი აქვს. ეხა იქ რონალდო რას გააკეთებს და როგორ შეეწყობა და როგორი ფორმით შეხვდება თამაშს, ეგეც არის. პლუს ამას, აი რობერტო მარტინესია მათწველი და აი ის როგორ ჩამოაყალიბებს გასახდელს. ეგ მაგასაც ძალიან მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეგ რო ბელგიის ნაკრებში იყო და იქ ძალიან დიდი არჩევანი ჰქონდა და ვარსკვლავებით მოჭედილი იყო და ჩემპიონობას უხდდნენ, იქ ვერ ჩამოაყალიბა ურთიერთობა და საერთოდ აი იმიტომ ვიძახი გასახდელში რაც ხდება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 2010-ში ახლა ყველა გაოცებულები ვიყავით საფრანგეთმა როგორ გააკეთა ეს რომ ერთი ქულით გამოვარდა ფინალისტი და ფინალისტი გუნდი თან ძალიან დიდი ვარსკვლავებით გამოვარდა ერთი ქულით ჯგუფიდან ერთ ქულად. რაიმონ დომენიკი ეგეთი მცველი იყო, რომელსაც მოუვიდა ანელკასთან შეკამათება, სერიოზული შეკამათება, მერე გუნდმა დაუჭირა ანელკას ხარი და მთელი გუნდი აუბუტა და არ ითამაშეს უბრალოდ და სირცხული ჭამეს ისე გამოვიდა. იმიტომ ვიძახი გასახდელსაც ძალიან მნიშვნელობა. რონალდო იყო შენ როგორც თქვი, აი ერთი მოთამაშის გუნდი იყო ყოველთვის რა, მაგრამ თან ვერც გაამტყუნებ ისეთი ვარსკვლავია რომ იყო და ეხლა ძალიან აი იმ გუნდებთან შედარებით ეხლა ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს. ხო, მეტად გუნდზე ორიენტირებულიც არის გუნდის ქიმია და ხელა და იქ ნუ ახლა იშვიათად არის ეგეთი ფეხბურთელები ძალიან იშვიათად ჩნდებიან როგორც კრისტიანო რონალდოა ძალიან გრძელ გზას და რაღაცა ხო ფიქრობ ძალიან ბევრ გზას ძალიან დიდ გზას აი ნახევარფინალსაც არ გამორიცხავ სოფლიო ჩემპიონობას ცოტა გაუჭირდება ნუ ყველას გაუჭირდება მაგრამ ნუ ესე მგონია რომ არ მგონია კი ბატონო გამორიცხული არაფერი არ არის მაგრამ გაუჭირდება გეთანხმები იამალზე მინდა კიდე ერთი ორი სიტყვა გითხრა იმიტომ რომ იამალი სერიოზული პიროვნება მოზარდი ესე ვიტყოდი სკოლაში ასტრალშია უკვე მიუხედავად იმისა რომ კაპე-ვერდესთან შემოვიდა 20 წუთი იყო დარჩენილი და ახლობით თუ არ ვწდები თუ ნახევარი საათი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხო და როგორ ფიქრობ აი ამ წნეხს რომელიც იამალს აქვს იმიტომ რომ ნუ მისგან უკვე მიუხედავად მისი ასაკისა მოთხოვნების მის მიმართ თამაშსაც მისი თამაშთან მიმართებაში არის ძალიან მაღალი არ იქნება ეს მისთვის ძალიან დიდი სტრესი იმიტომ რომ მაინც 18 ტიპია რა ძალიან რთულია რა სტრესი მე მგონი უკვე გადაიტანა რაც გულისხმობს ეგო აი სოფლიო ჩემპიონატის კიდე დამატებით წნეხია ეს კიდე და ხა სტრესი ერთია რომ აი რომ გადიხარ და მაყურებელი ელოდება შენგან ყველაფერს აი ამის შიში არა აქვს მე მაგრამ ეგ ბარსელონაში ეგო თუ აი ეს წამოვიდა ნაკრების კიდე დამატებითი ხო არ იქნება რომ ეს მისი ჯერჯერობით მაგის ლიდერობა სხვადასხვის აი ვინ უნდა იყოს ისეთი ფეხბურთელი ესპანეთში შეკრული დიდი გუნდია რა შეკრული კაი გუნდია კაი მწვრთნელით ყველასთან დაალაგებული ურთიერთობით მაგრამ როგორცაც ლიდერი ძალიან ადვილად ხო ადრეა მაგრამ შენ გახსოვს 94-ში ამბობდნენ რომ რონალდო მაშინო ძველი რონალდო რა ლუის ნაზარიო იჭა იყო რამდენი წლისო? მეგონი 17-ის იყო თუ არ ვცდები. მაშინ და მე მგონი არ უთამაშია აი რომარიო ბებეტოს დროს. მე მგონი არ უთამაშია. რომარიო ბებეტოს დროს არ უთამაშია. არ უთამაშია, მაგრამ იყო გუნდთან ერთად.
და იყო რამდენი წლის თუ არ ვცდები 17. ესე იყო მარადონაც. ხო, 17. 78-ში არ წაიყვანეს. მაგას ვიძახილო, ანუ წარმოვიდგინე ეს ტიპის Yamali არის დაახლოებით იმ ასაკში, 17-ის არ არის, 18-ის არის, მაგრამ რა ასაკშიც იყვნენ ის ძველი ლეგენდები, რომლებიც მოლოდინი რომ ამან მოგვაგებინოს კი არა, საერთოდ თითქმის არ იყო. მოდი ეხლა მასთან მიმართებაში მეგონი ძალიან მაღალი თამაშია. Yamali რო ახსენე, ფოტოები დევს და ძალიან სერიოზული ისეთი გადაცემებს გამოაქვთ მესი რო აბანავებს. ისეთი მაგარი სკაუტები ყავთ ბარსელონაში, რომ უკვე თოთობავშიც ამჩნევენ, ხო და აგეც კოჭებში შეამჩნიეს, კოჭებში. ხო, ეგეც ძალიან საინტერესო ამბავი და მეც გონია რომ მე ეს ეხლა გამახსენდა ეს ადრე ნანახი. ერთი რამეა შემოიღო, რომ ის არის უნიკალური ფეხბურთელია, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ძალიან მაგარი ტექნიკა აქვს და მე რასაც ვიზახე ხოლმე რომ ნახევარი წამით ფეხებს ასრებს, აი ერთ-ერთი ეგ ფეხბურთელია. და დღესო ბარსელონა კიდე რაღაცას წარმოადგენს, უდიდეს დამსახურება მაგისია და კიდე მაგის მსვლელის ფლიკის. არა მაგისაც ძალიან დიდი დამსახურებაა Yamalis. ხო, მე დიდობაშიც აქვს გადაღებული სურათები. უკვე რომ ბარსელონას აკადემიაშია. ერთ-ერთი ფრილანსერი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო და გადაიღო იმიტომ, რომ იმ დროს ბარსელონას ჰქონდა რაღაცა ისეთი კამპანიასავით, რომ პატარა ბავშვებთან არა მარტო მესი, სხვა ბარსელონას ფეხბურთელების ფოტოს არის, უბრალოდ ყველას Yamali არ შეხვდა და ამიტომ ისი არ გაბაზდა და არც მესი არიან ისინი და არც Yamali ეჭირათ ხელში. მაგრამ ხო, ანუ არ შემწვა. არა, ნამდვილი ფოტოა. და ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა გადაიღო, აი ამ იმის იმაში რა. ხო, ამ იმის აქცენტებში ასე ვთქვა. აღსანიშნავი ფაქტია. კი, ცალსახად. იმაში როა ხო იცი? რა იცოდა ამ პატარა ბავშვი? ღიმილის ბიჭებში. მე რამდენი ფანჯარა ეს შენგან გატეხილიო და პირველი კლასიდან თუ დავთვლით მეასეაო და ის გვერდზე ისუთვის საბიბლიო ციფრია. საბიბლიო ციფრია. აი, კიდევ ერთი თემა, რაზეც შეგვიძლია, ვინ მიიღებს ოქროს ბურთს ამაზე ვისაუბროთ. შენი პროგნოზი აი, ვინ მიიღებს ოქროს ბურთს? ოქროს ბურთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. აქ რას გააკეთებენ, აი ეს ვარსკვლავები, ვინც აყავს კლასიკურ, აი კეინი მაგალითად ინგლისმა თუ მოიგო და აი კეინმა გამოიჩინა თავი, აუცილებლად მიიღებს. კეინი იგივე ბამპე, იგივე Yamali ესპანეთში. სამწუხაროდ ჩვენი ხუჭა არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ მან თუ არ გამოიჩინეს ვიღაცამ თავი, ვიღაც ბობოლებმა და გუნდურად მოიგო. მაშინ ჩვენ ხუჭას დიდი შანსი აქვს რომ მოიგოს. მოდი კიდე მაინც ხო, მოდი კიდე თემას შევეხოთ. შეძლებს თუ არა არგენტინა ტიტულის დაცვას, იმიტომ რომ 60 წლის განმავლობაში ბატრი. არ მომხდა რა. ზედიზედ მოიგო. 60 წელი ბრაზილიამ რომ მოიგო 58 და 62-ში იმის 64 60 წელზე მეტი არა. ხო და აი გაუჭირდებათ ჩემი საგულო. გური თულია რა. ამ დროს ძალიან კაი გუნდი ყავს. მაგრამ ჩემპიონობისთვის მე მგონი ცოტა ზედა. აი მესის რომ მოიგო. ისეთი გუნდია ახალგაზრდა ასაკში. და ეხა რო პირობითად მესის 28 წლისას რომ მოიგო და 30 წლის რო შეხვედროდა ამას. ეგრე კი. ეგ კიდე სხვა, მაგრამ აი ამ ასაკში ცოტა ხო, არა მარტო ესეც ხო მარტო მესიზი არ გადის ეს. აი ჩვენ ვილაპარაკე, დათოს ლაპარაკობდა რომ ყველა მესისთვის თამაშობდა, მესი ხო და ეხა მით უმეტეს როგორ გადაეწყობიან, მით უმეტეს ეხა ძალიან მაგარი ფეხბურთელები ყავს, ძლიერი ფეხბურთელები, ლაუტარო მარტინესი რო აიღო ძალიან სერიოზული ფეხბურთელია, მაგრად მომწონს ხა. ინტერში ეგ არის, თავარი დარტყმითი ძალა და იტალიის ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ არგენტინის ნაკლებად უფრო რა. უკვე ხო, რთულია, ნუ არც ეს სტატისტიკა რო სამწუხაროდ. მით უმეტეს ხა ბრაზილია მგონია და არგენტინა. მაგრამ აი რატომღაც ესე მგონია რომ აი ჰოლანდია ბრაზილია, მაგრამ უფრო ბრაზილიისკენ, აი კარლოსკენ ხო და კარლოზე მინდა კიდე ერთი რამე კითხო, რომ კარლოს სტილისტიკიდან გამომდინარე, როგორ ფეხბურთსაც თამაშობს გარკვეულწილად. მუსირებს აზრი, რომ შეიძლება გარკვეულწილად ბრაზილია, რომელიც ამ პოეტური შემოქმედებითი ლაღი ფეხბურთის მოყვარულია, უცებ კარლო ანჩელოტი და ეს ფეხბურთელები თქვა ამ შეცდომის შიშით, ან ზედმეტი პრაგმატულობით, ან აი რამდენად შეიძლება, ნუ ახლა აქამდე უკვე ანჩელოტი ახლა გუშინ არ დანიშნულა, ხო, მაგრამ მაინც როგორ ფიქრობ, რამდენად კარგი სინერგია შეიძლება შედგეს ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს შორის ამ ჩემპიონატზე?
ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც ანჩელოტი არის პოზიტიური მწვრთნელი, სადაც მიდის იქ ამყარებს მშვიდობას და პოზიტივს და უმეტესი გუნდები აღწევენ წარმატებას. ანჩელოტის ყველაფერი აქვს მოგებული და ერთ მსოფლიო ჩემპიონი თუ გახდება და ეხლა მაშინ ისედაც ხო ლეგენდარული მწვრთნელია და მაგი ფეხბურთი თამაშობდა დიდ მილანში და იქიდან საერთოდ არ მახსოვს რა, აი ეს ვან ბასტენები და ეს ეგეთები გამოდიან კაი მწვრთნელები. ხო და მე ესე მგონი, იმიტომ ძალიან დიდი იმედი მით უმეტესო ვინისიუსი ყავს, რომელიც თავის გუნდში ყავდა რეალში და ძალიან კარგი ურთიერთობა და ვინისიუსმა რა გოლი გაიტანა ეხა და ითამაშებს ის ადამიანი და თვითონაც აქვს ნათქვამი, რომ მე ისეთი მწვრთნელი მყავსო, რომ ჯერა მაგის და იმიტომ ვიძახი, რომ აი ხა მაგალითად ენდრიკიც არ გამოიყვანა, ძალიან სერიოზული პატარა ბიჭია, რომელიც ძალიან მოტივირებულია. რეალმა არ მისცა საშუალება, რომ თავი გამოეჩინა, ნუ ვერ მისცა თუ არ მისცა, არ ვიცი, ხა ეგ ჩემი გასარჩევი არ არის. რეალში იმდენად ვერ გამოეჩინა თავი, გაუშვეს ლიონში, იქ დარბის, დაქრის გოლებს იტანს, იქ გამოეჩინა თავი, წაიყვანეს ბრაზილიის ნაკრებში და ეხლა ამ თამაში, სადაც ვერ იგებდა, არ გამოიყვანა. იმიტომ ვიძახი, რომ რაღაცნაირად ესე მგონია, რომ ანჩელოტიმ რაღაც თამაში დამალა, ანუ რეზერვი დაიტოვა. არ ჭირდება ამ თამაშის მოგება. მოგება დრო მოეგო, უარს კი არ იტყოდა, მაგრამ თუ ვერ მოვიგება, არ თავი არ წავაგო. ეგ არის სრულად. წაგება პროსტატ ეხავს, თორე რომ წაეგო, ეგეც არაფერი არ იქნებოდა. ეგ არის სრულად ნორმალური მოვლენა, როდესაც მწვრთნელი, ეხლა მწვრთნელმა წინასწარ აი ის წააგებს თუ პრესის თამაშებს, რა თქმა უნდა, ეგრე არ უდგებიან, რომ ბიჭები მოდი ფრები თამაშოთ, მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმები, რომ მწვრთნელები, როდესაც შენ როცა მწვრთნელი ხარ და ხარ ერთ-ერთი ჩემპიონობის, ну, ასე ვთქვათ, კანდიდატი, ძალიან ნორმალურია და ლოგიკურია, რომ მწვრთნელმა დამალოს თამაში, რომ არ გამოავლინოს ჯოკერი. ხო, რა, იმიტომ რომ ამას ეხა ჩვენ გულშემატკივრები სხვანაირად უყურებთ და თქვა ჩვენ სხვანაირად აღვიქვათ. ჩვენ გვინდა სულ მოიგოს. ამ დროს იქ სერიოზული ანალიტიკოსები თავისი მწვრთნელი, თავისი მთელი ჯგუფით მუშაობენ იმაზე, რომ აი პოტენციური ჩვენი, თქვათ, პირობითად კონკურენტია ბრაზილია, რა სქემები გამოიყენა. ამიტომ ყოველთვის მაგარი მწვრთნელები ინახავენ ამას, რომ ძალიან დიდი სურპრიზის რაღაცას გამოვიწყო. თან აკვირდებიან პროცესს და ასე შემდეგ. ასე რომ აბსოლუტურად გეთანხმები, ამ ფრით მე არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული დასკვნის ჰაიტი და შოტლანდია ყავს. ამას გამოაჩენს დრო. შეიძლება კიდე ფრეი თამაშოს და მერე მოიგოს. არავინ არ იცის. ავტომატს არა და მერე გახდეს ჩემპიონი საერთოდ. ხო, არავინ არ იცის. იტალია 3 ფრით გავიდა. პორტუგალია 3 ფრით გავიდა ევროპის ჩემპიონი ისე გახდა. არგენტინა პირველივე თამაში წააგო. ნუ ამით ვერ იტყვი რა და სკვადრა აზურას მაგის მეტი რა უქნია. აბა რა. კაი, მოდი რაღაცა პატარა ისეთი დასკვნა გავაკეთოთ და შემდეგ დავიმშვიდობთ ჩვენ ძირფეს ხალხს შემდეგ ეპიზოდამდე. რაც შეგვიძლია ვთქვათ ამ ეტაპზე, აი ჩემგან რაღაცა თეორიული დასკვნითი სიტყვა თქვა, ჯერჯერობით რა თქმა უნდა სასიხარულოა და 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ეს მართლა ნამდვილი ზეიმია და გლობალური მასშტაბის ზეიმია და მართლა რაღაცნაირად ეს ფეხბურთი არის აი პლანეტის რაღაცა მოვლენა. აი დიდი ხანია ეს ვიცი და ამაში არაფერი სიახლე არ არის, თუმცა აი მე ჯერჯერობით რაღაცნაირი ისეთი ის არ მაქვს რა. იმეს გეთახმები. და აი შიგნიდან სულ ის მაქვს რომ მეთქი ბიჭო მე ხوار მოვწყდი და მაგიტო ხო, მაგრამ ვერ. აი რაღაცა მინდა რომ მოვიწონო, მაგრამ ვერ. აი ეგ არის გზნობა. აი ბიჭებო წავედით ეხლა, კი არის ხო წავედით, მაგრამ აი ის მუხტი რაც ადრე გქონდა და რაც განგიცდია და რაც განვიცადე, აი ის აუ ის ხო, აი რაღაცა არ ვიცი, ნახოთ, შეიძლება ისე მოხდეს რომ ქვეჯგუფების მერე მართლა ისეთი აი 90-იანებში ცოტა არეული სიტუაცია იყო და იმდენად ფეხბურთზე კი რა თქმა უნდა უყურებთ, მაგრამ ეხლა რა სიტუაცია იყო 90-იანებში. ჯერ 90 წელს რა ქონდა გადატანილი, მე 94-ში. აი 98-ში ცოტა მიწყნარდა და უკვე კარგად უყურებდით რა. რა ვიტყოდით ხოლმე ბიჭები წავედით და რომ ჩვენი გუნდი რო ყავდა და მართლა ჯიგრულად რო ის მუხტი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა მუნდიალია, მართლა მიხარია, ძალიან მაგარია და მე მგონი ჩვენი მაყურებლებიც დარწმუნებული ვარ, რომ სიამოვნებთ ეს პროცესი, რასაც ქვია. ეს მოვლენა არის, რა ვიცი, ყველაფრის მაჩვენებელი რა, იქ მშვიდობა ყავ. ხო იცი ის პელე ერთხელ ნიგერიაში ჩაიყვანეს სპეციალურად და იქ ათამაშეს. რომ ომი გაჩერებულიყო და ორმა მხარემ იმინა ის გამოაცხადეს ზავი. პელე ჩამოვიდა პელე. და პელეზე ის ხო იცი კახი კავზაძეს რო ფილმია გადაღებული.
პელესთან აქ ფილმი გადაღებული. მიშიკო ჭიაურელთან ერთად პელესთან მივიდნენ რაღაცა. ის ძალიან მაგარი ისტორია. კახი კავსაძე არის პელეს ნათლი არის ფილმში არის პელეს ნათლია. ნათლთან ჩავიდა რა ჩააკითხა. ნაბადი მოასხა და ეს მესხის ეკატრებინა განმეტრველისგან. ნუ სერიოზული ის არის. კი. როგორ იყო არა მაშინ ფეხბურთი დინამო რო ჩემპიონი გახდა მანდაც რო ბურთზე რო შევარდება ის და გაბიტაშვილი ხო. ანზორ გაბიტაშვილი. კი. ეგეც ლეგენდა დარჩა. ისტორიაში დარჩა ეგ კაციც რა. და ყოველთვის ეკადრები როცა ბურთს იღებს და გარბის იქნება რაღაცა დინამოს აქვს ძალიან ბევრი ისტორია რომელსაც მე ვისაუბრებთ. აუცილებლად დროთა განმავლობაში. მაგრამ ბევრ რაღაცას. კი ბატონო, ჩემი ეზით საკმაოდ საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა, ანუ ჩვენ მოვიხილეთ სხვადასხვა თამაშები, მეგობრებო ჩვენ კიდევ ზუსტად ერთ კვირაში ორ შაბათს შევხვდებით, იქამდე რამდენი ამბავი მოხდება. მადლობა ყველას, აბა თქვენიცით, ლაიქი, subscribe-ი,